თემა არის განსაზღვრელი და მნიშვნელოვანი. მოგვიჩვენა აგრეთვე რომ თვითონ თემატურად იმდენად აქტუალურია ეს სახელწოდებით ევრორემონტები, ასე ქვია ამ პროექტს. Tolerantობა კულტურათა შორისი და რელიგიათა შორისი ხელშეწყობა მულტიეთნიკურმა რესურს ცენტრმა მიმართულებით გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვის გამარჯვებულები მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე დააჯილდოვეს. სპეციალური სიგელები იმ ადამიანებს, ორგანიზაციებსა და მედია საშუალებებს გადაეცა, რომლებიც ტოლერანტობასა და განსხვავებულ ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს შორის ურთიერთობას ხელს უწყობენ. დაჯილდოებულთა შორის საზოგადოებრივი მაუწყებელი და გადაცემა ჩვენი ესეც არის. მოგეხსენებათ უკანასკნელ პერიოდში, უკანასკნელ წლებში ძალიან აქტუალურია სიძულვის და ძალადობის თემა ჩვენს საზოგადოებაში და ამიტომ ამ აქტივობით გვინდოდა რომ ეს სიმბოლური დატვირთვა ქონოდა ამ ჩვენს ღონისძიებას, ამ ჩვენს აქტივობას და ასე ვთქვათ ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრება, ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებისათვის ხედვი შეგვეწყო საზოგადოებაში. ძალიან მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა ჩემთვის და დიდი პასუხისმგებლობაა, იმიტომ რომ როდესაც გეუბნებიან რომ შენ ხარ მართლა ამ გამოკითხვის შედეგად არჩეული არჩიეს შენი თავი რომ აი ამ ტოლერანტი ხარ და ასე შემდეგ ეგ ძალიან ბევრს გავალდებულებს ეს პროცესები უშუალოდ რასაც ქვია ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია ყოველთვის იყო ყურადღების ცენტრში როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ასევე ჩვენი პროექტის და ეს მომავალშიც რა თქმა უნდა გაგრძელდება მე იმედი მაქვს რომ უფრო მარტო მასშტაბებში შეიძენს. მომდევნო დროისთვის დასრულებულია მე 19 საათამდე გემშვიდობებით დროებით.